ეს ვიდეო შემხვდა Instagram-ზე, ვიღაც გოგოს უდევს, რომ არ მაინტერესებს რის დამკვიდრება ცდილობს საზოგადოება, მე მსურს ყავდეს ოჯახი, ვიყო დედა და ერთი მამაკაცის ერთ გული დავრჩე სიცოცხლის ბოლომდე. ხო და ესეთ ვიდეოებს როცა ვნახულობ ხოლმე განსაკუთრებით საქართველოში ცოტა მეღიმება ხოლმე, იმიტომ რომ მგონია რომ უფრო მეტად არის rage bait კონტენტი და pick me გოგოების კონტენტი, ვიდრე რეალურად ის რაც ამ ადამიანებს მართლა აწუხებს. ამ გოგოს დაუწერე მე კომენტარებში, რომ ვინ გიშლის თქო და მართლა ის კითხვა მაქვს, როცა ესეთ რაღაცებს ვნახულობ განსაკუთრებით საქართველოში. ესეთი ვიდეოების ქვეტექსტი ხშირად არის ხოლმე ფემინისტებზე თავდასხმა, რომ აი ვითომ ფემინისტები ცდილობთ, რომ აი ოჯახები არ შექმნან ქალებმა, დედები არ გახდნენ, შვილები არ გააჩინონ, რაღაცა ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში არ იყვნენ და ასე შემდეგ. ხო და ამის საპასუხოდ მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ დღეს რო შენ ვიდეოს ჩაწერა შეგიძლია, დღეს რო თავისუფლად შეგიძლია სკოლაში იარო, უნივერსიტეტში ჩააბარო, 15 წლის ასაკში რო არ დაგაქორწინეს, 16 წლის ასაკში რო შვილი არ გაგაჩენინეს, 17 წლის ასაკში მეორე შვილი რომ არ გაგაჩენინეს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი და ეს თავისუფლება რო გაქვს და დღეს რო შენ თავისუფლება გაქვს იმის, რომ გადაწყვეტილება მიიღო საკუთარ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით და ის რომ დღეს შენ საშუალება და უფლება გაქვს რომ აირჩიო ცხოვრებას როგორ გააგრძელებ, რომ როდის დაქორწინდები, როდის შექმნი ოჯახს, ვისი ერთ გული იქნები და ვისი არა. ეს ყველაფერი არის ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ფემინისტის ბრძოლის დამსახურება. ანუ რეალურად არავინ არ გებრძვის და განგიკითხავს იმის გამო, რომ ოჯახი შექმნა და შვილი გაეჩინო და თუ გინდა 50 შვილი გაეჩინო. ანუ ეს არის სრულად შენი არჩევანი. უბრალოდ ფემინისტები მუშაობენ იმაზე, რომ შენ თავისუფლება გქონდეს არჩევანის. ანუ საზოგადოებამ რაც დაგიწესა იმის გამო, რომ ქალი ხარ და ქალად გაჩნდი, ეგრე კი არის ცხოვრო, შენ როგორც გინდა ისე იცხოვრო. ხო და no hate, ეხა გოგოს მესმის ესეთი იდეები და აზრები საიდანაც მოდის და საიდანაც ჩნდება. უბრალოდ მგონია რომ ცოტა მეტი დაფიქრება გვჭირდება ხოლმე მსგავსი კონტენტის დადებამდე, იმის გათვალისწინებით განსაკუთრებით, რომ რა იდეოლოგიას მისდევს ახლა ჩვენი ახლანდელი ხელისუფლება და რა პროპაგანდის მანქანები და რა პროპაგანდისტული თემები აქვს შემოგდებული. ანუ